კიდე დაუშვა მხედრული დისციპლინა. ქვეყანა ჭირდება ჯარისკაცის ხერხემალი. ეს ხერხემალი ხარ თქვენ. ფიცის მიღებამ ჯარისკაცებს ფაქტიურად საბრძოლო მოქმედებებში მოუწიათ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე წვრთნები კავკასიონი 2006, რომელშიც თითქმის 9000 სამხედრო იღებს მონაწილეობას. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სწავლებებია, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია საომარ პირობებთან. პირველი ბრიგადის მე-11 ბატალიონისათვის მდინარის ფორსირებისას და მოწინააღმდეგის აეროდრომის აღებისას აფეთქებები არც თუ სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ჯარისკაცებმა აქამდე 3 დღიანი მარში გაიარეს საკვები რაციონის შეზღუდვით. მათ შორის გენერალური შტაბის უფროსიც იყო. პირველ ფაზაში, ესე იგი, ფაქტიურად ჩვენ დავხვეწეთ ინდივიდუალური ელემენტები, თითოეული ჯარისკაცი შეიძლება ითქვას და უცეულის და ასეულის სისტემაზე მუშაობდით, ხოლო შემდეგ უკვე გადავიდით ბატალიონებში. ნიშნავს მოწინააღმდეგე საიქიოდ მზადაა. ამ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე ეჩვევა იმ აფეთქების ორფოლოს პოლიგონი ბაქო-ჯეიხანის მილსადენის ტრასას ემიჯნება. ასეთი რელიეფი კი ყველაზე დამახასიათებელია საქართველოსათვის. ოფიცრები ახლა ჩატარებული ოპერაციის დეტალები რამდენად მობილურად და ვაქცევდით ყურადღებას ცეცხლს, რამდენად იყო ეფექტური ცეცხლი მიტანელი იმ სიმაღლეებზე და იმ მიზნებზე, რაც იყო დასახული ზემდგომისაგან. შენესხულები პარჩნიდან პირველ სამს სიგებია ამ სიმაღლიდან რამოდენიმე კილომეტრში კი ყველაზე საშიში ცოცხალი ზალა ემზადება. სნაიპერმა შეიძლება მთელი 2 დღის განმავლობაში თავის მსხვერპლს ელოდეს. ყველანაირ ბუნებრივსა და ფიზიკურ მოთხოვნილ სნაიპერის ერთ გასროლას უნდა მოყვეს ერთი მოწინააღმდეგის სერიოზული მოწინააღმდეგის განადგურება. ძირითადი სამიზნე არის მეთაურობა. თითქმის პარალელურად პოლიგონზე ჯავშან ტექნიკა გამოდის. ცოტა ხანში აქ მასირებული შეტევა დაიწყება ავიაციისა და დესანტის გამოყენებით. ასეთი რაოდენობის ტექნიკა ორფოლოში შაშანყუპ ჯარისკაცებსაც არ ახსოვთ. ეს მთელი შეარაღებული ძალები აქ იყოფება. შაშან მხოლოდ 3 ბატალიონი ვიყავით, ვაზიანი, პირველი ბრიგადა, სოხუმ სატანკო. ეს დოლის უმაიანობა. ორფოლო 2006 აქ წვრთნები დღე და ღამე 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ჩვენ ვართ ქართული არმიასთან დავამარცხებთ მტერს. წავიდა. დაახლოებით სწავლება ხდება რაღაც 7-დან 8 მილიონ ლარამდე. ძირითადი ხარჯები აქ არის, რა თქმა უნდა, ტყვია წამალში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ნახეთ რამდენიმე 1000 ადამიანი ერთდროულად ისვრის 24 საათის განმავლობაში. ეს რეპორტაჟი და ის რაც ხდება ორფოლოში ყველაზე საინტერესო ახლა ცხინვალსა და სოხუმშია. სულ მალე საქართველოს ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ის ვინც ამ რეგიონში სიტუაციას გააკონტროლებს, ეს ქართული ჯარი იქნება. ასეთი სახის პროცესებს არ უყვარს აზროვნება. თან დაკავშირებით რომ რუსეთი ვერასდროს ვერ შეძლებს ჩვენ ტერიტორიების ანექსირებას, საბოლოო ანექსირებას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში და არმია ყველაფრისათვის მზად არის და ერთ ბრძანებას ელის წინ